მოგესალმებით ყველას, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონის მორიგ მეოთხედფინალურ შეხვედრას. თავიდანვე გეტყვით, როგორც ყოველთვის, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გარდა იმისა, რომ მოიგებს აი ამ პატარა კოხტათას, ასევე დასაჩუქრდება ორკაციანი საგზურით საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლით თამაშზე უკვე 2026 წლისთვის. და დღეს მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან ტყიბულის მეშახტე და საგარეჯოს გარეჯი. წარმოგიდგენთ გუნდებს, დავიწყებთ ტყიბულის მეშახტე, დათო გელაძე და ნიკა დევიძე. მოგესალმებით, როგორ ხართ ბიჭებო? მოგესალმებით, საბრძოლო განწყობით და იმედით, რომ ტყიბულს ვიხილავთ უმაღლეს ლიგაში. აჰა, საბრძოლო განწყობა იქით და აქ ორივეგან საბრძოლო განწყობა. კი ბატონო, ძალიან კარგია. ვეკითხები გუნდებს, აი მეოთხედფინალში მონაწილე გუნდებს, როგორ შეაფასებთ ჩვენი ფანების ლიგის სეზონს? ნახეთ ალბათ პირველი ეტაპის თამაშები. როგორია კონკურენცია, როგორ მოგწონთ გუნდები? ძლიერი ტურნირი მიდის და მესამე სეზონი ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო რთული და საინტერესოა, ვიდრე წინაური. წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ თქვენს მოწინააღმდეგე გუნდს, საგარეჯოს გარეჯი, გოჩა ბარიხაშვილი და გიორგი ტაბატაშვილი. თქვენ როგორ ხართ ბიჭებო? ჩვენც საბრძოლო განწყობაზე. ძალიან კარგი. გუნდიც საბრძოლო განწყობაზეა. ჩემპიონატში. ძალიან კარგი. პირველი ტური საკმაოდ ისეთ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდათ და ისეთ დამაჯერებელი გამარჯვებით გადმოხვედით მეოთხედფინალში. რა სიტყვით თქვენ წლევანდელ სეზონზე? რა მიზნებით ხართ, რას ფიქრობთ? რა ვიცი, ძალიან მოგწონს ეს თამაში. გონია რომ თვითონ თამაშიც ვითარდება, იხვეწება, შესაბამისად გუნდების ძლიერი გუნდები მონაწილეობენ უფრო. რა ვიცი, კონკურენცია მაღალია, როგორც აღნიშნეს. კი ბატონო. შესაბამისად რა თქმა უნდა თქვენს წარმატებას გისურვებთ და მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ წესებში ცვლილებები არ არის, როგორც ითამაშეთ პირველ წრეში, იგივე კონკურსები, იგივე ეტაპები გვაქვს და შეგვიძლია დავიწყოთ უცხოური ტურით, სადაც ყველა სწორი პასუხი ერთი ქულით ფასდება და დავიწყოთ. მაშასე პირველი შეკითხვა უცხოური ტური. ის ყველაზე ასაკოვანი ესპანელია, რომელსაც დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე უთამაშია. 2009-2024 წლებში მხოლოდ 56 ჯერ ითამაშა ნაკრებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ყველა ტიტულის მოგებაში. არის მსოფლიოს, ევროპის ორგზის და UEFA-ს ერთა ლიგის ჩემპიონი. მანჩესტერ სიტიში თამაშის დროს პრემიერ ლიგა მოიგო. მშობლიურ სევილიას კი 8000-ის და დაასწრო გარეჯმა ხესუს ნავასი იქნება. ხესუს ნავასი იქნება. კი ბატონო, სწორი პასუხი ხესუს ნავასი 1-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. მილანში გატარებული წლების შემდეგ ეს მშვენიერი ნახევარმცველი მცირე ხნით მადრიდის ატლეტიკოში, ლაციოსა და ბარსელონაში თამაშობდა. რის შემდეგაც კარიერა დაასრულა. ერთხანს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მოგვიანებით კი სხვა აღმასრულებელი თანამდებობებიც ეკავა. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, მან ორივე დიდი ტურნირის ფინალში ითამაშა. თუმცა ვერც მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ თამაშში გაიხარა და ვერც ევროპიროელობის ფინალში. აბა თუ გახსენდებათ ასეთი ვინმე მილანშიც რომ იყო დააჭირა ვეშახტე დემეტრიო ალბერტინი? დემეტრიო ალბერტინი სწორი პასუხია, კი ბატონო. აქეთ რაღაც ბუზგუნი მესმის, თქვენს გქონდათ ვერსია? მქონდა ეგ ვერსია და ბარსელონა ვერ გავიხსენე სამწუხაროდ. პირიქით ლაციოს ვერ ვიხსენებდი. აჰა. ერთად რო ითამაშოთ, უფრო წარმატებული ვარ. ალბათ. ერთად რო დავსლარი ჩავთ, მეგონი უფრო კარგი შედეგი იქნება. ერთ-ერთია ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. 2017 წელს, როცა კარიერა დაასრულა, ეს ბრაზილიელი ევროპაში მოთამაშე ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა. მის აქტივში სხვადასხვა ქვეყნებსა და ჩემპიონატებში მოგებული 30 მედალი იყო. აიაქსში, ინტერში, ბარსელონასა და პარი სენ-ჟერმენში. მაქსველი. მაქსველის სწორი პასუხია და 2-1 დაწინაურდა ახლა უკვე ტყიბულის მეშახტე და შემდეგი შეკითხვა. ეს ახალგაზრდა იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია ეროვნული გუნდის გარდა, 4 შვილის მამაა. აპენინებზე ერთადერთი ტიტული იუვენტუსში თამაშის დროს მოიგო, სკუდეტო. სევილიაში კი 2 ჯერ მოიგო UEFA-ს თასი, ერთხელ კი ევროპის სუპერთასი. ახლო წარსულში მწვრთნელის ლიცენზია მიიღო და მის ამჟამინდელ კლუბს 2 საერთაშორისო თასიც მოუწია. მარესკა. მარესკა სწორი პასუხია, კი ბატონო, სწორი პასუხია. მარესკა 3-1 ანგარიში და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ესპანეთის მეფე ფელიპე მე-6 ამ კლუბის საპატიო პრეზიდენტია. მადრიდის ატლეტიკო.
ატლეტიკოს სწორი პასუხია 3-2 ანგარიში. კითხვა არ გამაზულა, რაც ორივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას და მე მგონი რომ ძალიან კარგი და დაძაბული თამაში გველის წინ. უკვე უცხოურმა ტურმა გამოაჩინა ეს ამბავი, თუმცა მე ისედაც ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. 3-2 ანგარიში ტყიბულის ბეშახტე ლიდერობს ჯერჯერობით და გადავდივართ ფოტო ტურზე. მეგობრებო, სადაც პირველი ფოტო იქნება 3-4-ზე ფოტო, ანუ უნდა გამოვისურვოთ ფეხბურთელი. ფეხბურთელი წვდელი მოკლედ თუ ფეხბურთში ცნობილი ადამიანი. ნახავთ პატარა ფრაგმენტს და თუ ვერ გამოისურვოთ, მე დაემატება და მე ბოლომდე გაიხსნება. მაშ ასე პირველი ფრაგმენტი 3-4-ზე ფოტოს. თულია ალბათ მარტო ამით გამოცნობა. ალბათ ყველა მივხვდით რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელია, ხო? თავს გირებთ, იქნებ გაიმაზოს ეს ტიკეტი. კაი, დავამატოთ, რა თქმა უნდა, ასე ვერ გავოვისწრებთ. აბა ასე მე მგონი ასეც არაფერს გვაძლევს და შეგვიძლია გავხსნათ ბოლომდე. დააჭირა გარეჯმა. აბა, ფოქცი. არ არის. ფოქცი არ არის. არ არის, სწორი პასუხი. თქვენ ხო არ გაქვთ რამე ვერსია? უვეზელები. უვეზელები, კი ბატონო, უვეზელები. ისე თქვი უბრალოდ. მივამსგავსე მეთქი. ხო, კი ბატონო, სწორი პასუხია უვეზელები 4-2 ანგარიში. შემდეგი ფოტო იქნება მეგობრებო, საერთაშორისო რაღაც ნაკრებების მატჩიდან და თქვენ უნდა მითხრათ ორივე საერთაშორისო ხო? საერთაშორისო, არა, ჯერ საქართველოს არა, ჯერ საერთაშორისო ორივე მეტოქე გუნდი უნდა დამისახელოს. რომელიღაც დიდი ტურნირის შეხვედრა არის. აბა, ეს თუ გვაძლევს რამეს. თუ არ არის ჯერჯერობით ვერსია, შეგვიძლია გავხსნათ მეორე ნაწილიც ფოტოსი. მეორე გეტრი დაემატა. არ ჩანს პასუხი და შეგვიძლია ბოლომდე გავხსნათ. დაასწრო მეშახტე. ინგლისი, ბელგია. ინგლისი, ბელგია 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩია, კი ბატონო. სწორი პასუხია და 5-2 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა უკვე ორქულიანია, მეგობრებო, იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთს ეხება და გეტყვით რომ ფოტო იქნება, სადაც ერთ-ერთი არის საქართველოს ნაკრები, უნდა გამოვისურვოთ მისი მეტოქე. გავხსნათ. აბა. არ ჩანს ვერსია, დავამატოთ კიდევ. თავს ვიკავებთ და მაშინ გავხსნათ და აბა ვინ დაასწრებს ვნახოთ. დაასწრო გარეჯმა. აბა გისმენთ. საქართველოს ლატვია უნდა იყოს. საქართველოს ლატვია სწორი პასუხია, კი ბატონო, სწორი პასუხია და 5-4 ხდება ანგარიში და ისე უდანაკარგოთ ვიდივართ. ანუ თავიდან თითქოს წითელი საქართველოს გავდა, ხო? და ხო, რა თქმა უნდა. რეფორმით ეგერთი თამაში აქვს ნათამაშები. ერთი იყო, აღარ მახსოვს, ერთი თამაში იყო, ხო? კარაძემ გაიტანა გოლი. აჰა. კი ბატონო, 5-4 ანგარიში ტყიბულის მეშახტე ისევ ლიდერობს და გადავდივართ ქართულ ტურზე. მაშ ასე, ქართული ტურის პირველი შეკითხვა. ეს მშვენიერი ნახევარმცველი 10 წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას. მისი კარიერა კი მშობლიურ ზუგდიდის ბაიაში დაიწყო. ძალიან მალე მან თბილისის დინამოში გადაინაცვლა და გუნდის გავრისკავდა ნიკა კოპესკის. სწორად გარისკე, მინდა გითხრათ, სწორად გარისკე და პირველად უკვე დაწინაურდით, პირველად არ მეგოი თავიდანაც პირველი, ხო. მოკლედ 6-5 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ამ გვარის სამფეხბურთოს უთამაშია, თუმცა ისინი ერთმანეთის ნაცნობები არ არიან. მათგან ყველაზე მეტი მატჩი კი 54 ამ მოთამაშის ანგარიშზეა. ის ამპლუით მცველი გახლდათ, ორჯერ უკაპიტნა ნაკრებს. ერთადერთი გოლი კი 2013 წელს გაიტანა ალბანეთში. მან კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო. მოგვიანებით კი ბათუმსა და ზესტაფონში ითამაშა. რაც შეეხება ისმეთ? ლაშა სალუქვაძე ხო არა? არ არის ლაშა სალუქვაძე. მოგვიანებით კი ბათუმში და ზესტაფონში ითამაშა. რაც შეეხება უცხოურ კლუბებს, მისი პირველი გუნდი უკრაინის დნიპრო იყო, შემდეგ კი კრივბასში, ნიქოზიის ომონიაში და ყაზახეთის ატირაუშიც ვიხილეთ.
კარიერა თბილისის ლოკომოტივში დაასრულა 2018-19 წლების სეზონში. არ გვახსენდება? ლობჟანიძე. ეს ფეხბურთელი კონკრეტულად ეს ვთქვათ გითხრათ. უჩა ლობჟანიძე. უჩა ლობჟანიძე სწორი პასუხია, გიბატონო. სამი სალუკვაძე, სამ სალუკვაძე არა, ლობჟანიძე ვთქვით, არა და თავიდან. ხო, ლობჟანიძე. სწორი პასუხი იყო მოკლედ ლობჟანიძე და 7-6 ანგარიში. აი ესე ქულა-ქულაში მიდის და დავიწყე, გავაგრძელოთ. მესამე შეკითხვა ქართული ტურის. ამ ბათუმელი მცველის დებიუტი ეროვნულ გუნდში 1997 წელს შედგა თბილისში. სომხეთთან 7-0 მოგებულ მატჩში. იმ დროისთვის კიდე გავრისკავდა, გელა შეკილაძე. რორისკავ ხო ხედავ, ამათი. ნამდვილად ისტორია, გელა შეკილაძე ნამდვილად სწორი პასუხია, მე იყო კიდევ ვრცელი ტექსტი, მაგრამ ნუ აღარ გახდა. ლიერსი იქნებოდა სადმე ნახსენები. რა იქნებოდა? ლიერსი ბელგიური. ბელგიის ლიერსი, კი ბატონო, ბელგიის თასი და სუპერთასი მოიგო. და ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების ამბავშიც იყო რაღაცები. 8-7 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. მისი დებიუტი დინამოს შემადგენლობაში 1959 წელს შედგა კიევის დინამოელთა წინააღმდეგ. გუნდს 1959 წლის ჩათვლით უერთგულა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობა დაიწყო და არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი გაზარდა. მათ შორის მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი. მე კიდე უნდა გავრისკო, ალიოშა კოტრიკაძე. ამჯერად არ გაამართლა რისკმა, მე თქვენთვის ბოლომდე წავიკითხავ შეკითხვას. მისი გაწვრთნილი ასაკობრივი ნაკრები გუნდები ხშირად იგებდნენ საკავშირო ტურნირებს. 1997 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2009 წელს კი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. აბა თუ გახსოვთ ჯერ ასეთი ფეხბურთელი და შემდეგ ასეთი მწვრთნელი. მახსოვს, მაგრამ კაი დროსია. ჯერ დაველოდოთ და თუ ვერ უპასუხეს, მერე კლას გარეშეც ვკითხავ. გვაქვს რამე ვერსია ბიჭო? არ არის. ნიაზია ფშპასავარო. არა, ვლადიმერ ელოშვილი არის სწორი პასუხი. და შემდეგი შეკითხვა, ანუ 8-7 დარჩა ანგარიში, გარეჯის სასარგებლოდ. შემდეგი შეკითხვა. ბათუმში დაბადებულმა მცველმა თბილისის დინამოში პირველად 1969 წელს ითამაშა. თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა და მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდა. თუმცა 1975 წელს მაინც ჩაირიცხა დინამოში, სადაც 1980 წლის ჩათვლით ითამაშა. საუკეთესო სეზონი 1979 წელს ჰქონდა, როცა საკავშირო ნაკრებშიც მიიწვიეს. ვახტანგ ქორიძეა იმედია. ვახტანგ ქორიძე სწორი პასუხია, ნამდვილად და კიდევ 2 ქულა გარეთ და 10-7 გახდა ანგარიში. გადავდივართ სარბიელის არქივზე, მეგობრებო, სადაც პირველი კითხვა, სარბიელის არქივში პირველი კითხვა არის ერთქულიანი და მეორე კითხვა იქნება ორქულიანი. გახსოვთ ალბათ ეს რუბრიკა, რაღაც დაწყვეტს წავიკითხავთ და კითხვასაც შესაბამისად დავსვათ. 1996 წლის 10 ივნისის ნომერში იყო ეს ნიუსი. გამოვაჩინოთ ნიუსი, წავიკითხავთ და ესპანეთის ბარსელონამ უარი თქვა ლისაბონის სპორტინგის ნიგერიელ ფორვარდზე ემანუელ ამუნიკეზე. არადა საქმე თითქმის გაჩარხული იყო. კლუბებმა 3.6 მილიონ დოლარიან ტრანსფერზე მოილაპარაკეს. ხოლო თავად ამუნიკემ მზად იყო 4 წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. მაგრამ სამედიცინო შემოწმება დაადგინა, რომ ნიგერიელს მარჯვენა მუხლი დაზიანებული აქვს. ამის თაობაზე ბარსას მწვრთნელის თამაშემწემ ვიღაცამ თქვა, ვინ არის დაფარული. ბარსას მწვრთნელის თამაში გისმენთ, ბეშახტე იყო პირველი. ვინ? ჟოზე მოურინიო თუ არა? ხმამაღლა თუ არის აქ ჩაკითხული. კი, ჟოზე მოურინიო, სწორი პასუხია, ნამდვილად. როგორი ეჭვით თქვა? 10-8 არის ანგარიში. და შემდეგი ორქულიანი შეკითხვა. 1999 წლის 23 ნოემბრის სარბიელშია სტატია ვლადიმერ გუცაევზე. 99 წლის 23 ნოემბრის სარბიელში. გუცაევს ასევე უმუშავია კვიპროსის ანორთოსში მწვრთნელის თანაშემწედ საქართველოს ჯერ ახალგაზრდული, შემდეგ კი ეროვნული ნაკრების უფროს მწვრთნელად. ბოლოს კი მცირე ხნით ვიღაცას ეხმარებოდა, სადისევ მეშახტერ დააჭირა. ძოძუაშვილის სწორი პასუხია, ბატონო და ანგარიში გათანაბრდა 10-10 გახდა ანგარიში. და ყველაფერს გადაწყვეტს ბოლო ეტაპი ქალაქობანა. ქალაქობანას წესები უცვლელია, მეგობრებო. ამოვა დოლურაზე რაღაც 100 და ყველა პასუხი იწყება ამ 100-ზე შესაბამისად მე დავსვავ კითხვებს და თქვენ უნდა ჩამოწეროთ ვერსიები. მაშინ დავატრიალოთ დოლურა. 100 გერა მ. დავიწყოთ. პირველი არის ქვეყანა, ანუ ნაკრები. ამ ქვეყნის ნაკრების მეტსახელია ატლასის ლომები.
ამ ქვეყნის ნაკრების მეტსახელია ატლასის ლომი. კლუბი იენის კარლ ცაის, როცა 1964 წელს დინამოს თბილისში 3-0 მოუგო, ეს სახელი ერქვა. იენის კარლ ცაის, როცა 1964 წელს დინამოს თბილისში 3-0 მოუგო, ეს სახელი ერქვა. უცხოელი ფეხბურთელი. ის ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერია ფეხბურთის ისტორიაში. მის სანაცვლოდ 2017 წელს 180 მილიონი ევრო გადაიხადეს. ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთის ისტორიაში, მის სანაცვლოდ 2017 წელს 180 მილიონი ევრო გადაიხადეს. ქართველი ფეხბურთელი. უემბლიზე დავით ბექემთან ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ მას ფეხბურთი აღარც უთამაშია. უემბლიზე დევიდ ბექემთან ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ მას ფეხბურთი აღარც უთამაშია. და მწვრთნელი. იტალიის ნაკრების ეს ყოფილი მწვრთნელი ფეხბურთელობისას რკინის მცველის სახელით იყო ცნობილი. იტალიის ნაკრების ეს ყოფილი ფეხბურთელი ამ შემთხვევაში მინდა რომ ხო, ყოფილი ფეხბურთელობისას რკინის მცველის სახელით იყო ცნობილი. სახელი და გვარი მინდა ამ შემთხვევაში, თუმცა გვარი იწყება მუასოზე. დავიწყოთ ვაშასე. ვაჩვენოთ. ხო, ვაჩვენოთ თუ შეიძლება კამერებს. და ანუ 3 არის აქეთ, 4 არის აქეთ. აჰა. რაღაცა. დავიწყოთ. მუასოზე მოკლედ ამ ქვეყნის ნაკრების მეტსახელი ატლასის ლომები. მექსიკა. მაროკო არის სწორი პასუხი და 13-10 ანგარიში 3 ქულა, რადგან მეტოქეს არასწორი პასუხი ჰქონდა. იენის კალცაის რა ერქვა თუ გახსოვთ 64. მაინი ვიწერია რავი. მაინი არა აღმოსავლეთ გერმანია არ ვიცი არ არა გაქვთ. მოტორი მოტორი ბიჭო ვერგა ენერგია მეთქი ვაი ეგეთ სახელები ერქვათ მაშინ. ო, კი ბატონო. აღმოსავლეთ გერმანია. ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი. ბაპე სწორი პასუხია და 14-11 ანგარიში. დევიდ ბექემთან ორთაბრძოლის შემდეგ ჩვენ აღარა გაქვთ. კი, ბაჭავარიანი იყო ნამდვილად ამის შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო. და 17-11 ანგარიში და რკინის მცველი რომელიც ჩეზარე მარდინი დავწერე. ჩეზარე მარდინის სწორი პასუხია, კი ბატონო. პატარა მინიშნება, კი გითხარით რომ სახელი და გვარზეც. და 20-11 გახდა ანგარიში და წინააღმდა გარეჯი. ქალაქობანას შემდეგ ეტარ მეგობრებო ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი, იმიტომ რომ 5 შეკითხვაა, სადაც აგრე 20-11. და კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამ ასე რომ ყურადღებით, ამ შემთხვევაში თქვენ უკვე აღარ გეუბნებით რა ასოზე იწყება, პასუხები უბრალოდ ყველა პასუხი ერთი და იგივე ასოზე იწყება. დავიწყოთ. ნაკრები. ამ ნაკრების მატჩი ავსტრიასთან 7-5 დასრულდა და ის დღემდე ყველაზე შედეგიანი თამაშია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. ამ ნაკრების მატჩი ავსტრიასთან 7-5 დასრულდა და ის დღემდე ყველაზე შედეგიანი თამაშია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. კლუბი შეფილდ იუნაიტედის შემდეგ ეს მეორე ყველაზე ძველი გუნდია ინგლისში 158 წლისაა. შეფილდ იუნაიტედის შემდეგ ეს მეორე ყველაზე ძველი გუნდია ინგლისში 158 წლისაა. ამ ფეხბურთელის უცხოელი ფეხბურთელი. ამ ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი წლევანდელ ერთა ლიგაზე ულამაზესად აღიარეს. ამ ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი წლევანდელ ერთა ლიგაზე ულამაზესად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელი. ის გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი 1995 წელს, როცა თბილისში ჩვენებმა 2-1 დაამარცხეს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი ბულგარეთი. ის გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი 1995 წელს, როცა თბილისში ჩვენებმა 2-1 დაამარცხეს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი ბულგარეთი. და მწვრთნელი. მატჩების და მოგებების მხრივ ეს მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენია. ანუ ჩატარებული მატჩების და მოგებების მხრივ ეს მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენია. მაშინ ასე დავასრულეთ, ვაჩვენოთ თუ შეიძლება კამერებს. რამდენი ერთი გაქვთ თქვენ ერთი არ გაქვთ. ეუნები ერთად უნდა გეთამაშოთ შეავსოთ. დავიწყოთ ნაკრები ავსტრიასთან 7-5 შვეიცარია სწორი პასუხია და 3 ქულა თქვენ 23-11. კლუბი შეფილდი დავწერე უბრალოდ კლუბი არ ვიცი. შირიმსბერი ხო არა? არა, შეფილდ Wednesday-ს უნდა მიგვეწერა, იმიტომ რომ United-ი ვახსენე მე თვითონ და დარჩა ანგარიში უცვლელი 23-11. უცხოელი ფეხბურთელი, ვისი გოლიც აღიარეს ერთა ლიგაზე. არიცით. რაიან შერკის გოლი აღიარეს. შერკით ვიცი აი. ქართველი ფეხბურთელი, კაპიტანი შელია, კი ბატონო, სწორი პასუხია თითო ქულა, ანუ 23-11 იყო და 24-12 გახდა ანგარიში.
და ბოლოს რეკორდსმენი იმედია ჰელმუტ შიონი არის შიონი თქვენ არ გიწერია და სამი ქულა თქვენ და გილოცავთ გარეჯს ნახევარფინალში გასვლას. კიდევ ერთხელ ძალიან მართლა შესანიშნავი თამაში იყო, უბრალოდ აი ბოლოს ქალაქობანაში ჩამორჩით მეტოქეს, თორე ხედავდი შორის შარშან შუასოზე წავაგეთ ქალაქობანის თამაში. იგი რაღაცა კლუბი ვერ დავწერეთ შულზე შარშან. მართლა, არ მახსოვდა. აი ამჯერად უკვე შიუმ წარმოდება. გამოვასწორეთ შულზე. მოგიტანათ ბიჭო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგ გუნდს და ძალიან მაგარ გუნდს. მართლა ძალიან კარგი თამაში იყო, უბრალოდ ქალაქობანა ბოლო ეტაპამდე მართლა წარმატებული ევროპის შეშეს და დიდი იმედი მაქვს არ გადავიკვეთებით სამე ეროვნულ ჩემპიონატში. სამხრივ ჩემი ხარდაჭერა თქვენ. წარმატებები რა თქმა უნდა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუდიაში მონაწილეობისთვის. იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდებით რა თქმა უნდა ერთმანეთს. თქვენ ეს პაუზები კი იცით ხოლმე პირველი პაუზა მაგრამ წარმატებები თქვენ და რა თქმა უნდა წარმატებები გარეჯს ნახევარფინალში გილოცავთ ნახევარფინალში გასვლას და წარმატებებს გისურვებთ შემდეგ ეტაპზეც მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი პროექტის წარმომადგენელია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio ჩვენი გამარჯვებული ამ სეზონის გამარჯვებული კი გაემგზავრება მომავალ წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლით შეხვედრაზე. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად გრძელდებოდეთ. მადლობა.